გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ იმ სტრატეგიებზე, რაც ჩემი გადმოსახედიდან დაგეხმარებათ ეროვნულში, დროის სწორად მენეჯმენტში და ასევე ქულების აღებაში. პირველი იცით რომ იწყება მოსასმენი დავალებით და ეს ყველასთვის სავალდებულოა. ამის შემდეგ უკვე ტესტი თქვენ განკარგულებაშია, რომელ გვერდზეც გინდათ გადახვალთ, გადმოხვალთ და იქიდან დაიწყებთ მუშაობას. ამ შემთხვევაში ნახეთ ტესტს თუ გადახედავთ თქვენ, იწყება შემდეგი დავალება წაკითხulis გააზრება, შემდეგი დავალებაც წაკითხulis გააზრება, შემდეგ სიტყვების ჩასმა, შემდეგ პატარა გრამატიკული სავარჯიშო, დიალოგები და თემა. ანუ ნახეთ როგორ არის ტესტი აწყობილი. ამდენი რიდინგის დავალების შემდეგ, ანუ ამდენი წაკითხulis გააზრების დავალების შემდეგ, გონება იღლება, ხო? ანუ ცხადია, რომ იქ დეტალურად უნდა წაიკითხოთ, იქ რამე არ გამოგეპაროთ და ასე შემდეგ და თქვენ აღარ გრჩებათ საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ თემა დაწეროთ. და ამ დროს რომ შეადაროთ ქულების რაოდენობა, აი მეორე რიდინგი რომელიც არის ABCD ასარჩევი რო ხო სულ 8 ქულიანია. და შეიძლება დახარჯოთ დაახლოებით 20 წუთი ამის გაკეთებაში. და ეს 20 წუთი რომ თემას დავუთმოთ, გაცილებით მაღალი ქულა შეიძლება აიღოთ თემაში. ანუ სითქმა მინდა, რომ როცა მოსასმენი დასრულდება, პირდაპირ თემის წერა დაიწყეთ. ხო, ეს წერა დაიწყეთ, რომ ასე თქვა ჯერ კიდევ დასვენებულ გონებაზე შეძლოთ არგუმენტების ლამაზად დალაგება, არ ფიქრობთ იმაზე, რომ აი გადაწერას ვერ ვასწრებ, ან დროში გავიჭედე და დასკვნა ვერ დავასრულე. ეს 16 ქულაა და ყველაზე დიდი დატვირთვა პროცენტულად ზუსტად ესეზე მოდის. მოდი ასე ვქნათ, ანუ მოვითაოთ ეს 16 ქულიანი დავალება და შემდეგ თუ დრო დაგრჩებათ, მერე დაახარჯეთ ის დრო და თქვენი ენერგია დიალოგების დავალებას, 6 ქულიან დავალებას, ან წაკითხulis გააზრებას, რომელზეც 8 ქულა მოდის, ხო? ანუ აი ყველაზე უკიდურესი შემთხვევა რო წარმოვიდგენ დროში რო ვიჭედებით, სიტყვაზე ვთქვათ, რომელი უფრო სჯობს დავთმო, 8 ქულიანი დავალება თუ 16 ქულიანი ესე, ხო? ბუნებრივია ან 8 ქულიანი დავალება, ან დიალოგი, რომელიც 6 ქულიანია. მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება მოსასმენების შემდეგ სუფთა გონებაზე დაიწყეთ ესეს დაწერა, შემდეგ მოითავეთ ეს მაღალქულიანი დავალებები, სიტყვების ჩასმები, რომელიც 12 ქულიანია, გრამატიკა, რომელიც ის არის 10 ქულიანია და მერე დაიწყეთ სხვა რაღაცების კეთება, არც არ გაიქცევა ისინი იქ არის. ამგვარად იცით რომ მაღალქულიანები უკვე კარგად გაქვთ დაწერილი. ეს მაინც პატარა რჩევას მოგცემთ, რომ ყველა ფერს რომ დაასრულებთ, მერე კიდევ მიუტრიალდეთ, უკვე განსხვავებული თვალით შეხედეთ, რამე ხომ არ გაიპარა, რამე ხო არ გამოგრჩათ, ან უკეთესად ხო არ შეიძლება დაწერა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დრო დაგრჩებათ. სხვა შემთხვევაში გირჩეთ, რომ ამ სტრატეგიით ვიხელმძღვანელოთ. წარმატებები გამოცდაზე. დროებით.